წმინდა ისააკ ასურის სწავლანი. სახე მონაზონისა. მონაზონს შვენის, რათა ყოველი მისი საქმე, რასაც გინდა აკეთებდეს, სხვებისთვის, ვინც კი მას უყურებს, სასარგებლო შეიქნეს. რათა მისი სათნოებებისგან იგი გაბრწყინდეს როგორც მზე. რათა ჭეშმარიტი რწმენის მტრებმაც კი აღიარონ, რომ ქრისტიანების რწმენა გადარჩენისა არის საიმედო და ყოველი მხრიდან მისკენ მიისწრაფოდნენ, როგორც კეთილის საფარველისკენ, რათა ეკლესია ამაღლდეს მტრებზე და ბევრს გაუჩნდეს კეთილი შური მისი სათნოებებისა, მიატოვონეს ქვეყანა და განდგომილთა ცხოვრების მშვენიერებით ისინი პატიოსან მოღვაწეებად იქცნენ. ჭეშმარიტად ქრისტეს ეკლესიის სიამაყე არის მონაზნური ცხოვრება. მონაზონს შვენის, რათა მას ყოველ მხრივ ამკობდეს სიკეთენი, ქვეყნიური ცხოვრების მოძულება, ნამდვილი უპოვარება, სხეულის მთლიანად მოძულება, ამაღლებული მარხვა, დაყუდებაში ყოფნა, საცნობლების სისუფთავე, თვალის დაცვა, ამ ქვეყნიურ საქმეთაგან მორიდება, ნაკლების საუბარი, ცუდის ხსენებისგან თავის შეკავება, გონიერი გულწრფელობა, რათა იცოდეს, რომ წარმავალი და დაუდგრომელია ეს წუთი სოფელი და ახლოსაა ნამდვილი, მარადიული და სულიერი ცხოვრება. რათა ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტი იყოს და ადამიანთაგან არავინ შეიყვაროს ზედმეტად. რათა მისი სამკვიდრებელი იყოს მყუდრო და ერიდებოდეს ხალხს და ლოცულობდეს მოუკლებელად, კითხულობდეს წმინდა წიგნებს, რათა არ უყვარდეს პატივი, არ ახარებდეს ძღვენის მიღება, რათა არ შეიბოჭოს თავი ამ ქვეყნად. რათა მხნედ ითმენდეს განსაცდელებს, რათა მოირიდოს ხორციელი გულისთქმები და გამოიძიოს მისი საქმენი, რათა დაუღლელად იწვრთნებოდეს და ზრუნავდეს ჭეშმარიტი მომავალი ცხოვრებისთვის, რათა მისი სახე იყოს მწუხარე და დაუბანელი, რათა მუდამ იცრემლებოდეს დღისით და ღამით და ყველაზე მეტად რათა დაიცვას თავისი სიქალწულე და ნაყროვანებისა და მცირე და დიდი ვნებებისგან თავი განიწმინდოს. ესენია მონაზონის სათნოებები. აქ მოკლედ რომ ჩამოვთვალეთ და სწორედ ისინი ამოწმებენ, რომ მონაზონი სრულიად მომკვდარია ამ ქვეყნისთვის და ღმერთსაა მიახლებული, ვისაც დაცული აქვს ზემოთქმული. გვევალება, რათა ვიზრუნოთ მათთვის და შევიძინოთ ისინი, ხოლო თუ ვინმე იტყვის, რა საჭირო იყო თითოეულის ცალ-ცალკე დასახელება და რატომ არ ითქვა მათ შესახებ მოკლედ, ამაზე ვიტყვი. იმიტომაა საჭირო ყოველივეს მოხსენიება ცალ-ცალკე, რომ ვინც ეძებს თავისი სულის გადარჩენას, როცა გამოიკვლევს და ნახავს, რომ აკლია თუნდაც ერთი ამ საქმეებიდან, შეიგნოს, რომ ყველა სხვა სათნოებებსაც არის მოკლებული. მათი ჩამოთვლაც კაცს ამას უნდა ახსენებდეს, ხოლო როცა კაცი ყოველივეს შეიძენს, მაშინ მას მიეცემა ისეთი გულისხმიერება, რომელიც ჯერ არ მიხსენებია და იგი გახდება მიზეზი ღვთის დიდებისა ადამიანთა წინაშე, რითაც თავის სულს მოუმზადებს მოსასვენებელ ადგილს ამ ქვეყნიდან გასვლამდე. გეტყვი ერთ საქმეს და ნუ გაიკვირვებ, რადგან ჭეშმარიტებაა იგი. ნურც უნდოდ ნუ მოეკიდები მას, რადგან ნამდვილი მასწავლებლებისგან მაქვს ნასწავლი. უამრავი ცრემლი რომ ღვარო და შენი თავი წამწამებით დაიკიდო, ნუ დაიჯერებ, რომ მიგიღწევია რაღაც კეთილი საფასისთვის, რადგან ჯერ კიდევ ამ ქვეყანას ემონება შენში ყოველივე. ეს იგივეა, რომ ჯერ ისევ ერისკაცთა საზრუნავებში იმყოფები და მხოლოდ გარეგნულად ასრულებ ღვთის საქმეს. ამიტომაც შენი შინაგანი კაცი უნაყოფოა,
რადგან მან მხოლოდ ცრემლისგან უნდა გამოიღოს ნაყოფი. ხოლო როცა მიაღწევ ამ მადლს, მაშინ იცოდე, რომ შენს გონებას გაუთავისუფლებია თავი ამ ქვეყნიურობისგან და ახალი ადამიანის გასავლე გზაზე დაუდგამს ფეხი და შენს გონებას ახალი ქვეყნის საკვირველი სურნელება აქვს ნაყნოსი. აი მაშინ იწყებს იგი ცრემლის დენას, რადგან დამდგარა მისთვის სულიერი ჩვილის დაბადების მწუხარებანი და ღვთის დიდი მადლი, ყოველი მორწმუნის დედა, შენ სულში შემოსულა, რათა შვას საღვთო წესი და მარადიული ნათელი. ხოლო როცა დადგება ამ ღვთიური შვების ჟამი, მაშინ გონება იწყებს შენში მარადიული საქმისთვის აღძვრას, როგორც ჩვილს მიეცემა სული დედის სხეულში, სადაც იზრდება იგი. ხოლო შემდეგ ვეღარ ითმეს და იწყებს თვალებიდან ცრემლის დენას, რომელიც თაფლის სიტკბოებითაა შეზავებული. რამდენადაც იზრდება შიგნით ჩვილი, იმდენადვე იმატებს ცრემლთა სიმრავლე, ხოლო ეს ცრემლები ის კი არ არის დროდადრო რომ მიეცემა ღვთისგან დაყუდებულთ, როგორც ნუგეში, ზოგჯერ გონებით ჭვრეტისას, ზოგჯერ წიგნის კითხვისას, ზოგჯერ კი ლოცვა-ვედრებისას, არამედ მე იმ ცრემლებზე ვამბობ, რომლებიც დღე და ღამ მოედინება შეუჩერებლივ. ხოლო ვინც ეს ნიჭი მოიპოვა სიმართლით, იცოდე, რომ ამას მიაღწია დაყუდებაში. მისი თვალები ხდება როგორც წყაროს წყალი, რომელიც მოედინება შეუჩერებლად 2 წელიწადს ან უფრო მეტ ხანსაც კი. ამის შემდეგ მკვიდრდება მასში მშვიდობა. მაშინ შედის იგი საკვირველ მოსვენებაში, რაზედაც თქვა პავლე მოციქულმა, რომ კაცის ბუნებას შეუძლია ამისი ტვირთვა, ხოლო ამ მოსვენებისა და სიმშვიდიდან კაცის გონება იწყებს ღვთის საიდუმლოთა ჭვრეტას. სწორედ ამის შემდგომ იწყებს სული წმინდა მისთვის ზეციური საქმეების გამოცხადებას და ღმერთი მკვიდრდება მასში. ყოველივე ამის შემდეგ იგი იწყებს უცნაური ცვლილებების შემჩნევას, რადგან იგი შეიგრძნობს ყოველივეს განახლებას და ყოველივე ამას წარმოიდგენს როგორც სიზმარში. ეს დავწერეთ თქვენს მოსახსენებლად, რომლებიც წაიკითხავთ ამ წიგნს, თუ როგორ უნდა მივწვდეთ წმინდა წერილის გაგებასა და ჭეშმარიტ პირთა სწავლებას. ზოგი რამ ჩემი მცირეოდენი გამოცდილებიდანაც მაქვს მოტანილი, რათა მომეცეს მე შეწევნა იმათი ლოცვით, რომელთაც სურთ აქედან სულიერი სარგებელის პოვნა, რადგან დიდად დავშვერი მე ამ საქმეში. და კიდევ ისმინე ესეც, რომელიც ვისწავლე იმისგან, ვისაც არ ჭირდება მეტყველება. როცა შეხვალ სანატრელ ქვეყანაში და შენი გონება იპოვის მშვიდობას, მაშინ ცრემლთა სიმრავლე მოგაკლდება შენ და ამის შემდეგ გექნება უფრო ზომიერი ცრემლი. ეს არის მართალი საზომი, რომელიც მისაღებია მთელი ეკლესიისთვის უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მადლით, რომლისაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.